სალამი მეგობრებო, ჩვენ შევიკრიბეთ ფსიქოლოგები. აი, წარგიდგენთ იაროზის ფსიქოლოგი. საწახვედი იაროზის. აგერ ხარ. იაროზის ფსიქოლოგი და ქალბატონი მარიამი. და საინტერესო საუბარი გაიმართა, ესე იგი, ჩვენს სამეულს შორის ჩვენს მიმართულებებზე თუ როგორი ფსიქოლოგიის რა განხრები არსებობს და ძალიან გასაკვირი ის იყო რომ მოდი აი ეს შემოვიღეთ საკვირველი ის იყო რომ ჩვენ აი ამ სამეულს შორის თუ გინდა აქ დაჭერქი შეიძლება მე ეს დავშტევი მოდი აი ესე დავიჭერთ რა ამ სამეულს შორის ხომ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს ესე იგი ია არის ფსიქოლოგი, რომელიც ლიცენზირებული ფსიქოლოგი არის და მიმართულება აქვს სექსოლოგიაზე არის კონცენტრირებული ძირითადად ოჯახის ფსიქოლოგია, რასაც და მარიამი არის შენ კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოსექსოლოგიც. კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოსექსოლოგი და მე ვარ ტრანსცენდენტული ფსიქოლოგი და ასევე სპირიტუალური კოუჩი და კითხვა დამისვეს ასეთი რომ მარიამ შემოდი აქ ჩემთან ახლოს მოდიში მარიამ შენ ინტერესი იყო ის რომ მე ავდგები შენ აქ დაჯექი და მე ვივლი და შემოგეწდები ხოლმე არა მოკლედ ერთი სიტყვით კითხვა იყო ასეთი რა რომ კითხვა დამოვიწყდა. არა, კითხვა იყო ასეთი. მარიამ, როგორი კითხვა იყო? მე მქონდა ესეთი შეკითხვა, რომ თქვენ ახსენეთ, რომ მე ჩემს მომსახურებაში არ ვიღებ კონკრეტულ თანხას. ეს არის სრული თავისუფლება, ჩემი როგორც პიროვნების, ხო, სწორად გავიგე. კი. და თუ იმ შემთხვევაში თუ თვითონ ადამიანს გაუჩნდება იმისი სურვილი, რომ რაღაც გარკვეული თანხა ჩამირწყოს, ამაზე უარს არ ვამბობ, ანუ სიამოვნებით ვიღებ, მაგრამ ის რომ ჩემი მომსახურება, ასე ვთქვათ, გავყიდო, ხო, როგორც ეს რაღაცა ენერგიების მიმოცვლის კანონი დავიცვა მე თვითონ, ამას არ ვაკეთებ და მე გკითხეთ, რომ როგორც ჩანს თქვენ გაქვთ სხვა რესურსი იმისთვის რომ თქვენი გადასახადები გადაიხადოთ, თქვენი ოჯახი არჩინოთ, თქვენი თავი არჩინოთ და ამიტომაც არ ხართ არ არის თქვენი ინტერესი ის რომ თქვენ მომსახურებაში თანხა აიღოთ და ამის ახსნას აპირებდით მე მინდოდა ვიდეოს გადაღება და რადგან აივია ლაივში ახსნათ და მეც მაინტერესებს ძალიან კი გამახსენდა კიდე ის რომ აი თქვათ ადამიანს როდესაც აქვს დამოკიდებულია იმაზე რომ თანხის შემოსავალი თუ არ ქონდა ვერ გაუძღვება ოჯახს ხომ სხვადასხვა ისინი პასუხისმგებლობები აღებული მაგალითად ბავშვები ყავს და ასე შემდეგ და ამაზე მინდოდა გამეცა პასუხი რომ ესეც არის ამ მოსაზრებაში ტრანსცენდენტული ფსიქოლოგია, რასაც მოიცავს არის ის, რომ საკუთარი საზღვრებიდან და დამოკიდებულებებისგან გათავისუფლება, აბსოლუტურად საზღვრებს გარეთ გასვლა და საზღვრებს გარეთ გასვლაშიც არის ეს პროცესი, რასაც ქვია ფულისგან დამოკიდებულებების განთავისუფლება. თავის გათავისუფლება და როგორ ხდება ეს პროცესი? ამაზე მინდოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომ თქვათ შენ ყავს საზრუნავი ბავშვები ყავს და ასე შემდეგ თუ არ ქონდა შემოსავალი უბრალოდ არ გამოვა ამ სისტემაში და ამაზე მინდოდა პასუხი გამეცა მეგობრებო და მანამდე მინდა გაგაცნოთ რომ ჩემი საყვარელი იაროზისი ჩვენ დიდი ხანი ვართ ერთად მეგობრების წრეში ესე რომ ვთქვათ 17 წლის თუ 18 წლის თუ როდის მე ვიყავ 17 წლის შენ იყავ 18-ის კახა ბაკურაძესთან ჩვენ შევხვდით ერთმანეთს პანტომიმის თეატრის დროს როცა მე იქ მოღვაწეობდი ერთად ვარჯიშობდით, ხო? ნე, ხო. და შემდეგ საწახვედი. წავიდა მე წავედი. ანუ გავდიოდით ბალაზია ჩემქანს. ხო, ხო და ეხლა არის იაროსიში ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი, რომელიც Facebook-ზე აქტიურად არის და აქტიურად წერს ლაივებს, ისიც
და ეხლა ჩვენ სამეულში ვართ, ანუ მოკლედ ჩართული არის ლაივი ესეთი, რომ იაროზისთანაც იქნება, ჩემთანაც და მარიამთანაც. მოდი ახლა გავცეთ პასუხი. პასუხი არის ესეთი. ნახე, მოდი მე ყველაფერში შეიძლება ვერ დავეთანხმდით თათოს, ხო? ანუ თქვენ მოსაწონათ აქ ვილაპარაკეთ. ანუ აქ არის ესეთი მომენტი, რომ ყველა აჟღერებს თავის პროფესიას. მე ვაჟღერებ ახლა ჩემს პროფესიას და ყველაზე მეტად რა კითხვა მომეწონა ის, რომ აი ფინანსებზე როგორ შეიძლება რომ აი თქვა თუ გაქვს სხვა შემოსავალი, გასაგებია რომ შენ შეიძლება მოახერხე ის რომ გაქვს სხვა შემოსავალი რომ ადამიანებთან იმუშაო ისე რომ ფულის საფასური არ აიღო, ხო? არ გაყიდო შენი პროფესია. და ამაზე მინდოდა გამეცა პასუხი ზუსტად და ჩავთეთ ლაივი, რომ ეს არის ყველასთვის საინტერესო თემა. მე როგორ მოვახერხე ამის გაკეთება, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვე ფულისგანაც. ანუ მქონდა ჩემს ცხოვრებაში ესეთი მომენტი, როდესაც მე ვიწყებდი, როდესაც შევედი სხვა ამ საკითხში, რომ ვიყო სისტემის მონა თუ გავთავისუფლდე მონობისგან, ხო? მაშინ არც ფსიქოლოგი ვიყავი, უბრალოდ ვიყავი ჩვეულებრივი მოსწავლე. მოსწავლე კი არა და სტუდენტი ვიყავი, რომელიც სწავლობდა რეჟისურაზე. მაგრამ აქ მოხდა ესეთი მომენტი, გამოცდილება მივიღე, რომ ტრანსცენდენტური ფსიქოლოგია საზღვრებს გარეთ გასვლა ნიშნავს, რომ ჯერ საკუთარ თავში მოხსნა ეს კლიტეები, ანუ ყველანაირი დამოკიდებულება, რაც გაგიჩნდა და ჩაგიდეს დოგმები, ან ჩემს ლაივს, ჩემს YouTube გვერდს liquid dogma დაერქვა იმისათვის, რომ დამოკიდებულების მოხსნა შენს პროგრამაში, რაც კი არსებობს, თქვა ჩადებული, მოახერხო ჯერ შენს თავში და შემდეგ ეს გარეთაც გამოვა. მაგალითად რა, როდესაც მე მქონდა ბანკის ვალები და აბსოლუტურად ვერანაირი შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ეს ბანკის ვალი გადამეხადა თუ არ ვიმუშავებდი, ჩემს ტრანსცენდენტულ ფსიქოლოგიაში მოხდა ერთი გარდატეხა და ეს გარდატეხა მინდა მოგიყვეთ თქვენ, რამაც მე გამათავისუფლა ამ სისტემისგან. მოხდა ესეთი რამ, რომ ქრისტიანულ ცნობიერებაში რომ შევდიოდი უკვე ქრისტეს გზით მივდივარ მე ამ ტრანსცენდენტულ ფსიქოლოგიით რა რომ ქრისტიანულ ცნობიერებაში რომ შევედი აქ მასწავლა ქრისტემ ესეთი რამ რომ შენ აბსოლუტურად უნდა მიენდო მამას ეციერს ანუ ნახე თუ კი ჩიტისთვის ზრუნავს მამას ეციერი შენთვის რა გონია არ იზრუნებს და შენ თუ არ გამოსცადე ანუ ღმერთი არ უნდა გამოსცადო მაგრამ შენი თავი თუ არ გამოსცადე რომ შეგიძლია თუ არა 100%-ით მიენდო მამას ანუ ქრისტეს სიტყვას მაშინ ვერასდროს ვერ გაიგებ რას ამბობს ქრისტე ამიტომ მიუხედავად იმისა რომ მდგომარეობა იყო ჩემი ასეთი რომ ჩემი გამოცდა მდგომარეობდა იმაში რომ მივენდობი გავიგებ ქრისტეს სიტყვას 100%-ით ტრანსცენდენციაში გადავალ ანუ გავცდები ჩემს საზღვრებს რაშიც მოქცეული ვარ თუ ვერა თუ გავცდები ჩემს საზღვრებს მაშინ აუცილებლად ბრმად უნდა მივენდო არ ვიცი ვინ გადამიხდის და რა გადამიხდის მაგრამ 100%-ით მწამს რომ ქრისტე მეუბნება სიმართლეს და მე ამ სიტყვებს ვიჯერებ 100%-ით და მწამს რომ мама არის ჩემი მზრუნველი, мама ზრუნავს ჩემზე. და ვაკეთებ ესეთ ნაბიჯს. სისტემას ვეწინააღმდეგები. როგორ ვეწინააღმდეგები? მით უმეტეს რომ ყოველთვიურად იზრდება ჩემი თანხა, აი მაგალითად მაქვს 3000 ევრო მაქვს გამოტანილი, ხო, ბანკიდან. 3000 ევრო 60%-ით იზრდება ყოველ თვე და თუ ამ თვეში ვერ გადავიხდი, მაშინ შემდეგი თვისთვის უკვე ეს 60% ორმაგდება და ემატება, ანუ ძალიან საშინლად იზრდება ეს თანხა. წარმოგიდგენიათ და მოკლედ ხდება ის რომ არ მაინტერესებს, ანუ მე აბსოლუტურად გავდივარ ჩემი საზღვრებიდან და ვამბობ, არ მაინტერესებს როგორ იზრდება და რანაირად ეს თანხა. ეს არის მახე და მე მაინტერესებს ერთი ის, რომ მე მივენდე ქრისტეს და ქრისტეს გზა ავირჩიე და ქრისტე არ გეუბნება რომ დაემონე მამონას. ქრისტე გეუბნება რომ მიენდე მამას. მივენდე მამას და მოხდა საკვირველება. საკვირველება არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაპირებდი საქართველოში ჩამოსვლას, მოვდივარ საქართველოში, ჩამოვდივარ საქართველოში, ვიც მაცნობს ადამიანს მამაზე ციერი, იმიტომ რომ ჩემს მეუღლეს რომ მოუყვე ის ღრუბლებს გამოყვა და მთაში სადღაც შემხვდა და მნახა და დაქორწინდა ჩემს და
აი არის პროცენტი რომ განა გამოსავალი არის გათხოვებაში არა ამ შემთხვევაში მამამ მე ეს გზა გამომიჩინა ანუ ქრისტეს მამამ გამომიჩინა ეს გზა რომ ეს არის შენი გადამრჩენელი გზა და მომხსნა იმ დღიდანვე მომხსნა ეს პრობლემა სისტემიდან გამათავისუფლა მიუხედავად ისე რომ მე არ ვფიქრობდი იმაზე რომ აი ეხლა მე გავთხოვდები და გათხოვებიდან სისტემიდან ვიხსნი თავს გათხოვებით არც აზრზე არ ვიყავი საერთოდ მარინუსი ჩემი მეუღლე არც ვიცნობდი საერთოდ ნანახი არ მყავდა ჩვენი გაცნობიდან ძალიან მალევე მოხდა ჩვენი დაქორწინება და როგორ მოხდა ხო აი საინტერესოდ ის მოხდა რომ მე თვითონ ვიყავი ტრანსცენდენციაში ვიყავი გასული ან საზღვრებს ვიყავი გასული 100%-ით მინდობილი ვიყავი მამას რომ აუცილებლად გამომიჩნდებოდა ის გზა და გამომიჩნდა გზა და მიუხედავად იმისა რომ მეუღლე ესე როგორიც თქვა არა ვარ ძალიან მზრუნველი მეუღლე არ ვარ მაგრამ ანუ თვითონ ჩემი მეუღლე არის ჩემს მიმართ იმდენად მზრუნველი და იმდენად კარგი რომ აი წარმოუდგენლად მიმაჩნია ის რომ მამაკაცმა ჩემს გვერდით მაინც შემზე იზრუნოს წარმოუდგენლად მაგრამ მაინც არსებობს ეს ხაზი რომელიც მეუბნება რომ ეს ტრანსცენდენტურობა რომელიც შენ ამ დროს გაიარე და შენში გადაწყდა რომ შენ ქრისტეს მიენდე და არა მამონას ხო არა იმ შიშს კი არ დაემონე რომელიც გეუბნება რა თვიურად თუ არ გადაიხდი შენი ვალი იზრდება ხო არამედ გაყევი ქრისტეს გზას გაძლევ ზუსტად იმ შედეგს რა შედეგიც დღემდე დაიდო უკვე 7 წელია და დავქორწინდი და 8 უკვე მე 8 წელია დაქორწინებული ყავს 3 შვილი ყავს და მე ჩემი თავისთვის არც ერთი დღე არ მიმუშავია მაგრამ ჩემი პაციენტები რომლებიც ჩემთან მოდიან ყველანი არიან თავისუფალი გადასახადისგან თუ თვითონ არ გაუჩნდათ სურვილი რომ გადაიხადონ როგორ მოვახერხე ეს დღემდე ხო სისტემიდან მე კითხავს დავსმე შეიძლება თან ჩავერიო ნელა ან როგორც ფსიქოლოგები ხო სწორი შემოტევა გექნება მე მესმის თქვენი აბსოლუტური სისტემაში ნახე შენ ამბობ რომ მამაზე ცერმა გამოგიგზავნა ადამიანი რომელმაც მოხდა აი ამ რაღაც სტერეოტიპებისგან განთავისუფლების უნარი რა ანუ გახვედი რა ანუ უფალმა გამოგიგზავნა ეს ადამიანი რომ შენ გაგეკეთებინა ის რაც შენ გიყვარს და არ მოითხოვო ადამიანებისგან თანხა იმაში რომ შენ მათ ეხმარები ხო მოდი ეს ადვილად ვთქვათ ხო და ნახე მაგრამ შენ ეს ფრაზა თქვი ერთი ნახე რა ფრაზა თქვი რომელიც არის დასაჭერი აქ შენ თუ სურვილი გაქვს შენ შეგიძლია გამოხორა იმით თანხა ხო თქვათ ან რაღაც პროდუქტი კიდევაც მაგრამ აქ ადამიანს აქვს შინაგანი სინდისის ქეჯნის მომენტი როცა შენ ამ ფრაზებს ამბობ რომ თუ შენ სურვილი გაქვს ნახე თუ სურვილი გაქვს მე შენ გადაგიხდი რაღაცას და თუ მაგრამ აი ვის მოვა გონებაში რომ მე სურვილი არ ამაქვს რომ რამე გადაგიხადო მოვა ძალიან ბევრი აი კარგი კითხვა და იმიტომ რომ აი მე პირდაპირ წამომივიდე როგორი შეგრძნება რომ ბლოგერი არა ისა თონიკე ია არის ბლოგერი არა უფრო ბლოგერი ქვია შენ ფსიქოლოგია რომელიც ლაივებს უშვებს ხოლმე და თავის ნუ ხალხი ყავს ჩვენ ონლაინში მუშაობთ ერთს დავამატებ ამ საკითხს რომ კი სპირიტუალური ფსიქოლოგია არის უფრო სხვა მიმართულება ჩვენ რომ კლასიკური ფსიქოთერაპიის მიმართულებით ვართ რომელსაც აქვს თავისი განსაზღვრული ჩარჩო და ერთ-ერთი ამ ჩარჩოს ერთ-ერთი შემადგენელი პუნქტი არის ის რომ აუცილებელია კონკრეტული თანხა გადაიხადოს ადამიანმა რომელიც იღებს ამ მომსახურებას ეს არის ანუ დაუწერელი ასე ვთქვათ წესი და კანონი რომელიც ფსიქოთერაპიის დაარსებიდანვე შეიძლება ითქვას მუშაობს და მოქმედებს. ხო, შეიძლება მეც რაღაცა მომენტში ცხოვრებაში მქონდეს ეს სიტუაცია, სადაც არ ვიქნები ამაზე როგორც სამუშაოზე დამოკიდებული, თუმცა მე მაინც როგორც ფსიქოთერაპევტს, კლასიკურ ფსიქოთერაპევტს, კლინიკურ ფსიქოთერაპევტს
არ მაქვს უფლება ამ ჩარჩოდან გასვლის, ისევე როგორც არ მაქვს უფლება კონფიდენციალურობის დარღვევის, ისევე როგორც არ მაქვს უფლება პირადი სივრცის დარღვევის და ასე შემდეგ, ხო, რაც არის ამ ჩარჩოში გაწერილი, ხო? ამ ჩარჩოში ისიც კი არის გაწერილი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ფსიქოთერაპევტის სამუშაო სივრცე და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, ხო? აქ თითქოს რაღაცები უკვე წინასწარვი არის დადგენილი და გაწერილი და ჩვენ არც გქონია ალბათ იმაზე ფიქრის საშუალება, რომ და ან ის კითხვა არც გაგვჩენია რაც დროს, რომ შეიძლება რომ მივიღოთ უფასოდ შეიძლება გვიმუშავე კიდევაც და ბევრი რაღაცა გაგვიკეთებია, მაგრამ ეს ამ სტანდარტის დაცვა იმისთვის რომ ყველაფერი იყოს თავის საზღვრებში და იმისთვის რომ თერაპიის პროცესი შედგეს შენ საზღვრებს ამბობ და თათუ ამბობს უსაზღვრობას მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის იცი მე სპირიტუალიზმის გამივლია და იციან ჩემო მაყურებელმა და შენც იცი ნუმეროლოგია, ასტროლოგია, ანუ მან ყოფილი ვარ, კარგად მიბანავია. მაგრამ მე გამოვედი ამ ყველაფრისგან. ანუ გავიარა ეს ეტაპი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ილუზიაა, რომ თითქოს თავისუფლები ვართ, ყოველთვის ვიღაცაზე ვართ დამოკიდებულები. აი ნახეთ ახლა არ ვართ დამოკიდებულები, მაგრამ დამოკიდებულება ცუდად არ უნდა აღვიქვათ. აი დამოკიდებულება ნახეთ ჩვენ ხო გამოქვაბულში ვერ გვაზიანებს დამოკიდებულება რომელიც არ გვაზიანებს და დამოკიდებულება რომელიც შეიძლება ხარ გვაზიანოს, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ დაგვაზიანოს. რა არის თქვა შენ ხო ამბობ რომ დამოკიდებულება ფულის ფაქტორი ხო? აი ჩემ ახალში მაგალითად რაღაცა ესეთ რომ თქვა არ ვიცი რაღაცა რაზეც შეიძლება არც კი ფიქრობ რომ დამოკიდებული ხარ, თუნდაც შენი მეუღლის დამოკიდებულებაზე შენს მიმართ. ხო, შენ თქო შენ ხო თვლი რომ შენ ხარ დამოკიდებული. არა, მე არ ვარ დამოკიდებული. ანუ შენ არ თვლი რომ შენ დამოკიდებული ხარ შენს მეუღლეზე. არ ვარ დამოკიდებული. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. იმის და მიუხედავად რომ ჩემი მეუღლე ზრუნავს ჩემზე არ მავალდებულებს რომ მე მისთვის ამის საფასურად რამე გავაკეთო. შენ გააკეთო მაგრამ თუ აღარ გექნება ეს ზრუნვა მე რა ხდება? ეს უკვე მომავლის საკითხია. გესმის? მომავალზე აი ტრანსცენდენტულობა არის არც მომავალზე არ ხარ დამოკიდებული. მომავალი შენ ხარ აწყოში, აბსოლუტურ აწყოში ხარ. და ეს აწმო გაძლევს შენ იმის საშუალებას, რომ გაიაზრო სისტემ გარეთ რაც ხდება. სისტემ გარეთ რა ხდება. მაგალითად, შენ თუ აწყოში მოახერხე ჩაჯდომა, ხო? დროსა, სივრცესა და მატერიის მიღმა ხარ გასული. ოღონდ თუ მოახერხე ჩაჯდომა, თუ ვერ მოახერხე, მაშინ შენ ფიქრობ მომავალზე და გადარდებს წარსული და ხარ მოქცეული ერთ ჩარჩოში, რომელიც გაკეთებინებს იმას რაც წესით ეხლა აწყოში რასაც წესით ეხლა აწყოში არ გააკეთებდი. მაგალითად, მე რომ არ ვიცოდე რომ ხვალ ჩემი შვილები არიან მოსავლელი, მე დღეს არ ვიფიქრებდი იმაზე რომ დღეს საჭმელი უნდა ვიშოვო რომ ხვალ ვაჭამო. მაგრამ თუ კი შენ გეუბნება ქრისტე რომ შენ მიენდე 100%-ით იმას მამაზეც რომელმაც შექმნა და სრულიად ყველაფერი შექმნა, აწყოში ჩაჯექი და როგორც კი მიენდობი, მაშინვე იწყება სისტემა იწყებს ისეთ მოძრაობას, რომ შენ აღარ მოგანდომებს ხვალინელ დღეზე ზრუნვას. იმიტომ რომ თვითონვე უკვე იქ ლაგდება ყველაფერი თავის ადგილზე. ამიტომ შენ დაგილაგა, ნახე, შენ ხო ამბობ, აი მაგალითად ის ფაქტორი რომ არიან ჩვენთან მოდენ ადამიანები, ისე არაყავს მეუღლე, არიან გაყრილები. ბავშვი უნდა თქვათ გამოკვებო, აღზარდო, დააფურო, გადასახადები გადაიხადო, ხო? და ასე შემდეგ. მაგალითად რა გააკეთოს ამ ადამიანმა? აი მე კითხავს ხო არ მოითხოვოს ფსიქოლოგმა ხო რომელსაც არ ყავს მეუღლე რომელიც უზრუნველყოფს ხო რომ აი არ გადამიხელოთ მე ისე დაგეხმარებით მაგრამ აქ რა შეიძლება თქვა ჩვენ ვერ ვიზავთ ეგრეთ არა შეგიძლია თქვა შეიძლება გამოხედე ამ ფილოსოფიური დოგმა არის არა აი ეს დოგმა უკვე თავისუფლებისგან ის შებოჭვა არის ხო აქ ეს დოგმას აქ დოგმა არის შებოჭვა ხო დაუშვა რა გააკეთოს ახლა ამ ადამიანმა აი მაგალითად მოდიხარ ჩემთან და მეუბნები რომ ესა რა მაქვს რა პრობლემა გაქვს თქვათ მე შენ გეოვნები მინდა ვიყო თავისუფალი ანუ სადროს გავიდე და მაგალითად ფიქრობ რომ შოვა ფული როგორ ვარჩინო ოჯახი შვილები მათ მომავალზე ვფიქრობ აი ხვალ რა იქნება იმაზე ვფიქრობ ზეგრო ბანკში სესხმაში სატანი იმაზე ვფიქრობ და სტრესავს ეს ყველაფერი სტრესავს ამ შემთხვევაში ვსხდებით ჩვენ და გეკითხები
რატომ? აი რატომ გააქვს ეს შენ ეს სტრესი? საიდან მოდის? ვინ გავალდებულებს, ხო? და შენ იწყებ უკვე საკუთარ თავში ჩაღრმავებას, რომ აი ვინ რა მავალდებულებს, ვინ მავალდებულებს, საიდან მოდის ის აზრი, რომ მე მაქვს საზრუნავი. როცა ანუ საკუთარი თავი პირველ ყოვლისა იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიიღო, პასუხისმგებლობა ავიღე და გავაჩინე 3 შვილი, ანუ 4 შვილი. ვინ არის ეს საკუთარი თავი? ვინ არის ეს? ანუ შენ ხო იმას ახლა მივდივართ იქამდე რომ ჩვენ ხო ღვთის შვილები ვართ და ანუ მოიცადე, ყველას მნიშვნელოვან რაღაცას ამბობ ხა. ეს უბრალო რაღაცა არ თქვი შენ. ჩვენ მივდივართ სადღაცამდე, სადაც აღმოვაჩინოთ, აჰა, გესმის? ეს აჰა პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მამაზე უნდა მივანდო მთელი ჩემი ცხოვრება პასუხისმგებლობა. ეგრე არა. ეგ ეხლა მამაზე უნდა მივენდო, ეს უკვე ჩემი ნათქვამია, მაგრამ როდესაც შენ თავში აღმოაჩენ აჰა პროცესს, რომ სად არის, ვინ არის ეს მამა საერთოდ? ანუ საკუთარ თავშია ხა. ანუ არ ვიცი, ზოგჯერ არ არის საკუთარ თავში. ანუ ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად მოცემულია ეს მამა, ვინ არის მამა. და ამ მამას უნდა მივაგნოთ, გესმის? სად არის ქრისტეს სიტყვა თუ სხვადასხვა ადგილას არის მამა, ხან შენშია, ხან სხვაშია, ხან სადღაც არის, როგორ მიაგნებ? არა. შენ ან კონკრეტული ადგილები არ არსებობს, ადგილი და სივრცე არ არსებობს. უბრალოდ ეს ადამიანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ეს მამა არის აჰა პროცესი. და ამ აჰა პროცესს როგორც კი სად არის აჰა პროცესი? ყველა ადამიანში სხვადასხვაგან არის. ან ყველა ადამიანშია თუ სადღაც არის გაეთა თუ შიგნით არის კონკრეტიზაცია არ აქვს. არის მამის წარმოქმნილი და კონკრეტიზაციაც ჩარჩუა, გესმის? კონკრეტიზაცია არის შენ სრული ისარგად და აი სრული რაღაც დონეზე პროტესტი გაქვს ამ ჩარჩოების მიმართ? პროტესტი არ არის. ჩვენ ჩარჩოებში რო ვართ მოქცეული, უნდა ვიცოდეთ რა ჩარჩოებია ჩვენს გარშემო. რომ ჩვენ აჰა პროცესში ვიყოთ, გესმის? აწყო პროცესში. ანუ ნახე, როდესაც შენ ჩახვალ, ეხლა წარმოუდგენლად შენთვის შეიძლება ჩემი მოსაზრება, მაგრამ ეს აჰა პროცესი, რომელიც შენ თავში გამოგზაურებს, არის ზუსტად იმის დალაგება, რაც შენ გარშემო მერე ლაგდება. თავისით ლაგდება. ოღონდ შენ ეს კი არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ მე მითხრა თამარმა, მე მითხრა იმან, შენმავე თავმა უნდა გითხრას. აგიდეობთ ტვინები თუ როგორ? შენმავე თავმა უნდა გითხრას, რა პროცესში იყავი შენ გაფანტული. ნახე მე ხა როგორ ძალიან მე ნახე როგორ ხედავ ამ ყველაფერს. კი ბატონო. ნახე გარემოება, შენმა გარემოება სიტუაცია იმის რომ შენ გაქვს დაცულობის შეგრძნება, შენს მეუღლესთან. გაძლევს იმ საშუალებას, რომ ესე იფიქრო. მოიცა, გარემოება როგორ შეიქმნა ჩემთან? მე ესე კითხავ მაშინ. ეს გარემოება როგორ შეიქმნა ჩემთან? მე შევქმენი? ანუ შენ არ შექმენი, შენ ხო გადაწყვეტილება მიიღეთ, ახვედი სადღაც რომ მიდიოდი. რაღაც შეხვედრები როგორ ხდება, რომ მე ხა მივდივარ სადღაც, მივდივარ აბლაბარში, ან ვერაზე. კი. და რატომ არ იღებ პასუხისმგებლობას, ანუ რომ მე გავაკეთე რაღაცა და ჩემი წვლილიცა ამ რაღაცის მიღწევაში. რა თქმა ყველაზე პირველი შენ ღმერთი ხარ, გეუბნება ქრისტე. შენ მე მაგ მივდივარ და მაგრამ სანამ შენ ღმერთად გადაიქცევი, შენ ხარ ჯერ მარიონეტი ვიხარ რა. ანუ ნახე, შენ ხომ მეკითხები რომ აი როგორ გავაკეთეო? პასუხისმგებელი შენ ხარ იმისა, რომ მოხდეს, ყველა რაღაც გადაწყვეტილებები ხომ მიიღე? არ მივიღებდი გადაწყვეტილებას და გადავდგავდი იმ ნაბიჯს, რომ 100%-ით ვიცი დაცული ვარ, როცა მე მივენდობი მამას, ვინ არის ეს მამა? შენშია, მამა შენშია და შენ ხარ მამაში, ხო? ამბობს ქრისტე. თუ არ მივიღებდი მე თავად ამ გადაწყვეტილებას, მამა ვერ გავხდებოდი, ვერ ვიქნებოდი მამაში. და როგორც პასუხისმგებელი ვერ იქნებოდი, ამას გულისხმობ, ხო? პასუხისმგებელი მამაში ვერ ვიქნებოდის, რას გულისხმობ? მამაში ვერ ვიქნებოდი იმ აზრით, რომ მე თავისუფლდები აბსოლუტურად ყველა სისტემისგან და ეხლა უკვე თვითონ ლაგდება ყველაფერი. ანუ მე თავისუფლდები სისტემებისგან, მაშინ როგორ მივდივარავლაბარში თუნდაც? ტრანსპორტი ხომ ჭირდება? მივყავარ მამას. რაღაცა გზებით. და ესეთი გზები, სასწაულებრივი გზები 1000 და 2000 მაგ გადახდენი და დამერწმუნება ჩემ მაყურებელი რომ არსებობს ესეთი გზები. აი, მე მქონია ესეთი მომენტი, ნახე სისტემიდან რო გათავისუფლდი. პურის ფული არ მქონია, გესმის? და ვამბობდი რომ დღეს საღამოს მე მომცემს ამის საშუალებას მამა იმას რომ პურის ფული გამომიჩინოს. ეხლა რა ხდება? მაშინ იმ შემთხვევაში საიდან მოდის ფული თუ არ მუშაობ, ხო? როდესაც სპეციალურად შეწყვეტეთ მუშაობა?
არა, მუშაობდი და ვაგრძელებდი მუშაობას, მაგრამ ისე არა რომ მე დავზიანებულიყავ იმ სამუშაოში, გესმის? და რომელ სისტემამაც მე ვერ მივიღო ჩემი თავისუფლები, თვითონ გამომისროლა. თვითონვე გამათავისუფლა. მაგრამ სადაც დამოკიდებულება არ მქონდა. რას ნიშნავს შენი თავისუფლება? ანუ სისტემა რას ითხოვდა შენგან და შენ რას ითხოვდი მისგან? ანუ ხო არის რაღაც კანონმდებლობა, ხო? ანუ 9-დან 8-მდე უნდა იმუშაო. ანუ აი გაცემა მიღების, ხო? აი მაგალითად არის იმის სისტემაში არის რომ შენ მუშაობ აქედან აქამდე და გაძლევ რამდენ თანხას. და შენ ამას არ ემორჩილებოდი? არა, ამას ვემორჩილებოდი, მაგრამ შენ აი ამ შუალედში როცა მუშაობ, კიდე გავალებენ დამატებით რაღაცეებს, რომელიც შენს პასუხისმგებლობაში და შენს იმაში არ შედის, გესმის? არ მოგეთხოვება კონტრაქტი. ამის წინააღმდეგ წასვლა ხდება უკვე იმის მიზეზი, რომ ის თვითონ მე მშვიდობება, მე წადი აღარ ჭირდები, იმიტომ რომ შენ არ ხარ მორჩილი. ამ სისტემაში, რომელ სისტემაში შენ უფლებები გაქვს, მაგრამ არ გაძლევ უფლებებს. ეს სისტემა არის არასწორი სისტემა. ეს სისტემა არის გამომყენებლობითი. ხო, არსებობს სისტემები, რომელიც არ არის ეგეთი, არა გამომყენებლობითი, სწორი სისტემა. ხო. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ აი ესეთი სწორი სისტემაში მუშაობდი მე და ამ დროს სისტემა აუცილებელია, იმიტომ რომ ქაოსი იქნებოდა, საერთოდ ყველაფერი უნდა იყოს დააგებული. ანუ სოციუმი ხო, რაღაც ჯგუფები არსებობს, რომელიც ქმნის, რა თქმა უნდა, იქ დამოკიდებულებებიც იქ არის მართლობაც, ანუ შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა გადაწყვიტო, რომელ როლს იღებ. კი ბატონო. ანუ მართლი იქნები და ამ ემორჩილები თუ არა ვიღაცას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა შენ ინდივიდუალური გამომდინარეობს, ვინ ახარ, მართლი ხარ თუ მართლობა და დამოკიდებულება არის ზუსტად ის პოზიციები, რომ მე მაღლა ვდგავარ შენზე, მაგრამ არის მეორე სისტემა. ქრისტეს სისტემა არის ესეთი, ნახე, მე შენ ვარ, შენ მე ხარ და მე არ გაგიკეთებ შენ იმას, რაც არ მინდა რომ გამიკეთო შენ მე. და ამიტომ შენ მე ჩემს სისტემაში თუ მუშაობ, ხო, მე არ გამოგიტანე. ხო, შენ გადაწყვეტილებით მოვედი შენთან რომ ვიმუშაო შენ სისტემაში. მე მინდა რომ მართო. არის ადამიანი, რომელსაც უნდა ადამიანს რომ მართო. არა აქ იმის უნარი რომ თავისი პოზიციიდან გამომდინარე სჭირდება მართვა და გეუბნება რომ იცი რა მე მჭირდება ეს რომ მართო. დღეს მქონდა სხვათა შორის მაგაზი ჩართვა სოფტვერის მართას პოზიცია, მართალის პოზიცია. და ეხლა ნახე როგორია შენ ასრულებ შენ როლს, კარგად გრძნობ შენ როლში თავს, მე გიღებ ისეც როგორიც ხარ, არ გწყობ იმას რომ გადასხვანაირდე და მაწყობს ან არ მაწყობს შენი აქ ყოფნა. შენც ასევე გაწყობს ან არ გაწყობს ჩემი აქ ყოფნა. ამ შემთხვევაში რა ხდება, ნახე? და ეს ეცანს ეთიკა გვაქვს, რომელიც თიკო დოლიძეო 3 ჭკვიანი გონიო თავი და თიკო თქვენ წლები მიყურებთ და გიმახსოვრეთ და ანუ ცდილობთ ჭკვიანი მოიცადეთ თქვენ რო კომენტარში წერთ არ გონიათ ჭკვიანი თავი? ყველა ჭკვიანი გონია თავი ჩემო კარგო, ნუ ხართ მაგ ჩარჩოებში მოქცეული და გადით ამ ჩარჩოებიდან ყველა ჭკვიანი გონია. ანუ თქვენს გინდათ ჭკვიანი იყოს და ამით ამტკიცებთ რაღაცას და რა ცუდია რომ ჭკვიანი გქონდეს თავიდან პრეტენზია გქონდეს ამით. აბსოლუტურად არაფერი არ არის მაგაში ცუდი ადამიანს რო გონია ჭკვიანი თავი, გესმის? ესეც სისტემა არის, რომელიც ჩადეს თქვენ თავში, რომ აი დაგოიმეს, რომ აი ჭკვიანი გონია ამას თავი. გონია და ეგონოს. და მიიღეთ, მიგვიღეთ ისეთი როგორები სხვა. ხო, ჩვენ საუბრობთ ახლა გამოცდილებებისა და სწავლის მიხედვით, რაც ვისწავლეთ და ან მიიღებთ ამას, ან არ მიიღებთ. ეგ აბსოლუტურად თქვენზე არის დამოკიდებული. ვისაუბრებთ, უბრალოდ მოგვიგზავნებთ. თქვენს ნებელობაზე აგერ 153 კაცი გვიყურებს და ძალიან მოსწონს ალბათ ეს საუბარი. თქვენც ასევე მოგწონთ, თორე არ იქნებოდით აქ. ხო და ეხლა ნახე, იაკო, ნახე რა ხდება. ჩემთან ხო არის მომენტი რომ აი მე ვმუშაობ, მაგრამ სანამ ფულს ავიღებ, ხო, თვიდან თვემდე მე ისეთ მდგომარეობაში რომ საჭმლის ფული არ მაქვს. მოდის ამ დროს მე მწამს, ნახე, მე უკვე აქ წამის პროცესს ვიაზრებ, რომ მე მწამს, რომ აქ რაღაცა მოხდება. და ის სისტემაში, რომელშიც ჩავჯექი, ანუ სისტემა არის ეს თუ არა სისტემა, სულ ერთი ქრისტიანულ არტში, რომელშიც ჩავჯექი, თვითონვე მომიგვარებს საქმეს. მოდის კაცი და მეკითხება, აქ ქუდი დამრჩა. კინოში მუშაობდი მაშინ, რომელიც აბსოლუტურად ძალიან ლოიალური იყო და არანაირ მიმებს არ მიყენებდა, რომ ესეთი უნდა იყო და ესეთი. მე როგორც ვიყავ ისეთი მიმიღო, არანაირ პრეტენზიას არ მიცხადებ და ამიტომ დავრჩი მაგ სისტემაში, სადაც მომწონდა, რისთვისაც ვიღებ თანხას. თანხის აღება არ არის ცუდი სისტემაში. გესმის? ოღონდ ეს თანხის აღება უნდა იყოს აბსოლუტურად ნებელობითი.
რომ იმანაც და შენს ნახე ნებელობა არის, მაგალითად შენ რომ მაღაზიაში მიდიხარ და ხედავ ტუფლს და ღირს თქვა 50 ლარი. შენ გადაწყვეტილებას იღებ, მე ვყიდულობ თუ არ ვყიდულობ. აქ ნებელობა არის. არავინ არ გაჟადებს, იყიდეს ტუფლი. ანუ მე იქ რომ მივედი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა მე არ მეყოფოდა თვითონ თმევდე, მაინც ჩემი ნებელობით ავიღებდი, რომ მე მაწყობდა ეს ჩემს არს იმაშებოდა რა, აბედნიერებდა იქ მუშაობა, ანუ სამუშაო რომელიც გაბედნიერებს, სამუშაოდ არ ითვლება. გესმის? და ამ შემთხვევაში მოდის კაცი და ამბობს ესეთ რაღაცას. ქუდი დამრჩა, ხომ არ გიპოვიათ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს არ დარჩენილა და სხვა დღეს დარჩა, ეს ქუდი მივეცი და ეს კაცი მეუბნება ესეთ რამეს. დიდი მადლობა. აი ამიტომ რომ ესე კარგად მომემსახურეთ, გაძლევთ თქვენ 10 ევროს. ეს 10 ევრო ჩემთვის იყო 2 დღის საკვები. გესმის? ზუსტად ის 2 დღის საკვები, სანამ თვე დასრულდებოდა და ჩემი ხელფასი დაჯდებოდა ჩემს კონტოზე. აზრზე ხარ აქ რა მოხდა? აქ მოხდა ესეთი რამე, რომ სამყაროს აქვს თავისი გონი. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამას ვაიგნორებთ, სამყაროს თავისი გონი აქვს. პირდაპირ გესაუბრება. რა თქმა უნდა, კოლექტივური აზროვნებას თავისი გონი აქვს, ძალიან ძაფრია ეს ყველაფერი. კი და ამის მიხვედრა სჭირდებოდა ტრანსცენდენტურობა, გესმის, საზღვრებიდან გასვლა. შიშისგან იყავით ამ სისტემაში ჩართული? ამ სისტემიდან თავისუფლებოდი უკვე. ოღონდ მე თვითონ ტრანსცენდენტური ფსიქოლოგია მე შევისწავლე რამდენიმე წლის მერე. დაღლოვშვიდია. ეს იყო ბიძგები, სადაც უკვე მასწავლის ქრისტიანობა, ანუ ქრისტიანული გზით ვიდივარ მეთქი, რო გითხარი. ქრისტეც ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მომენტია რა. უმაგრესი ფსიქოლოგი იყო ქრისტე. სხვათა შორის ეს ლევან რამიშვილს აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ ფსიქოლოგის სიტყვებიაო იქიდანო, ჯვრიდანო, რომ ისო არიციანასა იქმანო რა. ანუ ქრისტე იყო მართლაც ფსიქოლოგი, ოღონდ მას ჰქონდა ჩარჩო ტრანსცენდენტურობა ჰქონდა, გესმის, გავლილი. მეცნიერება სულიერების შესახებ, ხო? მეცნიერება სულიერების შესახებ და ახლა ზოგი მეკითხება ხოლმე, ისო სპირიტუალური ფსიქოლოგობა ეს ორჯერ ის არისო და სული არისო და ზუსტად მაგაზია რომ ჯერ შენ სპირიტუალური არის ის შენი სულიერების გაცნობა და ფსიქოლოგია კიდე ის რომ აი ამ სულს ისევე შენი ცნობიერებით გაუკლავდეს სულიერებით გესმის? ნახე, ეხლა მეკითხება ია სიმფონიის აპოფსის დისკირიას, ანუ ქართულად დაწერა ეთყობა. მოდავისი კითხე ქართულად. ანუ ეთყობა, ნახე, ვიგეთანხმები თუ არა მეკითხებია, მე შენ გეთანხმები თუ არა? ხო. რა თქმა უნდა, შენ გეთანხმები. ეს შენ გამოცდილებაა. ხო. ეს შენ გავლილი ჩვენს გამოგვიწდია რა. ხო, ვიცი მე, ყველაფერი მომდინარე, ხო, გამოვალეს. მდგომარეობა და რომ აღარ ცდილობ არაფერს, აღარ გინდა რომ ეცადო არაფერს, უბრალოდ მიენდობი მერც, სამყაროს და ამ დროს ის გიგზავნის იმას, რაც გჭირდება. იმდეს, რამდენიც გჭირდება ზუსტად. არც მეც, არც ნაკლებს. ხო. აქ არ არის, არ გეუბნება ღმერთი რომ შენ არ აიღო თანხა. ქრისტე იღებდა თანხას, მაგრამ არ სთხოვდა, გესმის? და ზუსტად ბალანსი ხდება, ან დაბალანსება ხდება იმის, რომ იმას არ აქვს საჭიროებების დაბალანსება. მეტის არა, საჭიროებების. საჭიროებების, მაგრამ მეტი არის უკვე სურვილი და ის სანკარი, რომელიც დაუკმაყოფილებულობის სანკარია, ხო? რაღაც უფრო მეტი გინდა იმაზე, ვიდრე გეძლევა. მოდი, ეს ქრონიკას ძალიან აინტერესებს კითხვა. ვინ ვართ ჩვენ? ანუ ვინ ვართ ჩვენ? გვაინტერესებს ჩვენ რო ვთქვათ, ახლა ვინ ვართ ჩვენ? აი, მოდი, ეხლავე, მოდი, მოვატრიალებ ახლა ია შენ წარადგინე შენი თავი. აი, ეს ვინ ვართ ჩვენ რას ნიშნავს? ახლა მე ვარ ია როზისი ფეხიზო მაგ 41, ამას არა, შენ როგორც წარადგენ შენ თავს ისე. მე ვარ, ვინ ვარ მე? მე ვარ ადამიანი. რომელსაც უყვარს ადამიანები, რომელსაც უყვარს სამყარო, რომელსაც უყვარს ხო, ვირობოთ? ხო? კარგად ვიცნობ რაღაც კანონზომიერებებს, ხო? და ვარ იცი როგორ პროცესში ვარ. სადაც მე ვამბობდი ბავშვობიდან, რომ მე მიყვარს სამყარო, რატოია ცხოვრება. და მე ვარ ახლა არ მინდა ჩემი გვერდი არ არის სხვანაირად მიმყავს ხოლმე ჩემი გვერდი, უფრო ესეთი პრაქტიკული ფსიქოლოგით, ესეთი რაღაცებით აქ მივდივართ, მაგრამ ეხლა არის საშუალება და ვიღაცა შეხედათ ამ ვიდეოს
მე ვარ სამყაროს ნაწილი, მაქვს ამის განცდა, რომ ვარ სამყაროს ნაწილი. ძალიან დიდი სამყაროს ნაწილი. და ვარ ჰარმონიაში ამ სამყაროსთან. და მიმღებლობის ფაქტორი მაქვს, ის სამყარო არა იდეალური, არ არის იდეალური, ხო, მაგრამ კანონზომიერია. ნახე? ეს ვარ მე. დავამატო შენზე? მეც დავამატებ მე, კი, დავამატებ. ძალიან უცნაური გოგოა. გუშინ ვიდეოც გადავიღე, მე დავუმონტაჟებ და დავდებ. ბლოგიზე რო იწექი. ხო გადაგიღე. და ვეკითხები რომ მე მაგალითად ჩემს გვერდზე რო შემოდის ვინმე და მან შეიგინება კომენტარებში რაღაცა შეურაცხყოფას ეცდება რომ მომაყენოს შლი და ბლოკავ. ხო. იმიტომ რომ არ მინდა რა ეს ნეგატივი. და იას ვეკითხე რომ შე რატო არ აკეთებ მაგას და ია ამბობს რომ არა მე მაგას არ გავაკეთებ იმიტომ რომ მე ისიც მიყვარს. მე არ შემიძლია ეს. შეიძლება საერთოდ არც მძულდეს, მაგრამ ვერც მიყვარს. ხო, მიუღებლობა გაქვს, ხო, თითქოს. ან ენერგიის ნაკლებობა, რომ ისინიც აიღოს შენ თავში. ან მიიღოს შენ თავში. არ მინდა რომ ეგეთი კომენტარები იწერებოდეს ჩემს გვერდზე. აი, ეს არ სიამოვნება საიდან გამომდინარეობს? არ ვიცი, ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ ავირჩიე, რომ ჩემს ცხოვრებაში, ჩემთან მიმართებაში არ იყოს ეგეთი დამოკიდებული. აირჩიე, აი ძალიან კარგი სიტყვა ახსენე, აირჩიე და მაგაზია. ია, შეიძლება რომ დავამატო იაზე? ია, მე მახსოვს შენ გახსოვს ჩვენ პატარები ვიყავით, მაშინ 17 წლისე და შენ 18 წლის და ოპერაში შესვლა რო გვინდოდა. ადლაშოს. ხო და ია, გახსოვს აი ეს მომენტი უნდა გაგახსენო, სად ვიყავით ჩვენ აბსოლუტურ იმაში, ტრანსცენდენციაში გასულები ვიყავით და რა მაშინ მე არ ვიყავი ტრანსცენდენტული, მაგრამ ია იყო ტრანსცენდენტული, იმიტომ რომ მეუბნება ესეთ რამეს, რომ წავიდეთ ახლა და მაშინ ეწყობოდა პირველი საქართველოს სილამაზის კონკურსი გაიმართა ოპერაში. და ფული არ გვაქვს რა, ესეთი დრო არის, ფული არ გვაქვს და ია მეუბნება რომ წამომყევი ახლა მე და მე შეგიყვან შიგნით. იას ვუყურებ და ვეუბნები რომ რანაირად შემიყვან. ვერ შემიყვან, იმიტომ რომ ყველას ბილეთია შესაძენი ახლა. თან ძვირი და ძალიან ძვირი იყო. იმ ჩვენთვის. ხო. და ნახე ეს მეუბნება რომ მომენტე, წამოდი. და კარგი, მეც ახლა გადავერთე უკვე ტრანსცენდენციაში და მივყვევი რა, აბსოლუტურად მივდივარ, ფიქრობ რა რანაირად შემიყვანს ახლა ეს, ნახოთ. და მოხდა ის რომ წინიდან შევედით სიები იყო იქ და ეუბნება თავის სახელს და გვარს ია. ხო და ანუ გასულია ია რა, ეუბნება რომ როგორ არ იცით რომ ია როზისი არ წერია მათ, კარგი არ წერია ჩამოთვალე. ნუ ნახავენ არ წერია, განა არ იცის იამ რომ არ წერია, იცის მაგრამ მაინც ეუბნება. ეხლა მივდივართ მეორე მხრიდან, უკანა მხრიდან. და უკანა მხრიდან იქაც სიებია და ეუბნება აი ია როზისია. როზისი არა მაშინ ის იყავს სხვაგვარი ია ხო არ მინდა ხო და მოკლედ ეუბნება და არა არ წერი ხართ არავინ არ არის ასეთი. ხო და ია მოდის და მეუბნება შენ გაჩერდი. აი ნახავ თუ არ შეგიყვანო, მე თან დავაფიქსირე ჩემი ნახავ თუ არ შეგიყვანე და მოვდივართ გესმის და ეხლა მე ვფიქრობ უკვე რომ აშკარად ვერ შევდივართ რა, როგორ უნდა შევიდეთ, როცა იქაც უარი გითხრეს, იქაც უარი გითხრეს, ფული არ გვაქვს. და გვაჩერებს აი ამ ზუსტად სანამ უკანა მხრიდან, უკანა შესასვლელიდან, ოპერიდან ავედით წინა შესასვლელამდე, გვაჩერებს ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ტიპი და გვეკითხებიანო შესვლა გინდათო და მე და ია უყურებთ ერთმანეთს და კიო ეუბნება ია აიო ჩვენო არ გვინდაო შესვლაო რა და თქვენ მოგცემთ ამ ბილეთებსო რა და ჩვენ ვართ დაშოკილი მე ვარ დაშოკილი და ია ეხლა იამ გააკეთა ის რაც წესით გასაკეთებელი იყო და მინდოდა. მოკლედ მოხდა ისე რომ აი ამან გაგვიყვანა ტრანსცენდენციაში რომ ნიშნულოვანი არის რწმენა. გწამს მოხდება, არ გწამს ვერ მოხდება. აი მაგალითად მე რომ არ ყოფილიყავი 100%-ით მიდობილი იას, არ მოხდებოდა. მაგრამ მე მჯეროდა ია რომ შემიყვანს იქ, იმიტომ რომ იამ თქვა და შემიყვანს. ეს სხვადასხვა მატრიცაშიც არის, თუ იცით, აი ტრინიტი რომ
ტრინიტი ესაუბრება იმას, რომ ყველაზე მეტად ტრინიტის ჯერა მორფიუსის, რომ მორფიუს დანარჩენი მუშაკები აუჯაღდებიან, რომ ეს ცოტა ვერ არისო, კაცო, ნეო რანაირად უნდა იყოს რჩეულიო, რომ არაფერი შეუძლიაო, გესმის და ტრინიტი ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ყველაზე მეტად წამს და გაკეთდებაო ეს. ანუ რწმენაზეა საკითხი, გესმის და ნეო მართლაც რჩეული აღმოჩნდება, იმიტომ რომ მორფეუს წამს ამის, რომ ნეო არის რჩეული. შეიძლება ნეო არ არის რჩეული, მაგრამ მორფეუს წამს, რომ ნეო რჩეულია, გესმის და ამიტომ იძენს ნეო რჩეულობის იმას ხარისხს. შეიძლება არც არასდროს გამხდარიყო ნეო რჩეული, რომ არ სჯეროდეს თვითონ მორფეუს ნეოს რჩეულობის. აი აქ 154 იყო და რჩეულობზე იყო საკითხი. ამიტომ ია შენ თავიდანვე ტრანსცენდენტური იყავი. გესმის? გამოვედით. და შენ ეხლა რა ქენიცი? ეხლა არის ია ესეთ მომენტში, რომ ტრანსცენდენტური იყო ბავშვობიდან, არ ვიცი რამდენი ხანი რა, ამის ცხოვრების წარმოდგენა რომ შემეძლოს. მაგრამ ეხლა მოუხდა ამას, ანუ გადაწყვიტა მისი ნებით იყო, ხო ესია? ია, შენი ნებით მოხდა. პროცესი არა არის. ისევ ამ სისტემაში ჩაჯდომა და დაბრუნება, ხო? კი, მაგრამ ხო, სხვა ფორმით. ეხლა მე მაგას ვიყენებ და ძალიან კარგად ხვდებიან ჩემი პაციენტებიც და მაგრამ ძალიან კორექტულად, ძალიან ლაკონურად და ფრთხილად ვაკეთებ მაგას. და ხა სპირიტუალიზმისაც აქვს განვითარებული და აქვს შინაგანი ნიჭი, ამას თვითონ ხვდებიან და მიკავშირდებიან ადამიანების და ეს ასტროლოგები იქნებიან, სტაროსპეციალისტები იქნებიან და რა ვიცი, ნუმეროლოგები იქნებიან. ეს ხვდება ადამიანს აქვს შენ ხედავს, ანუ დაგინახა. მე შენ ხედავ, მიყვარს რა ის ძალიან მიყვარს ეს ფილმი აქვია. მე შენ ხედავ, როგორ არის ფილმი, კაცო. ავატარი. ძალიან გიშდები მაგ ფილმზე. გიშდები მაგ ფილმზე ავატარზე. მაგრამ ია, ეხლა მე მაინტერესებს რატო გამოვედი მაგედან? ხო, რატო გამოხოდი? არა, მე ვიცი რატომაც გამოხოდი, იმიტომ რომ საჭიროება მოითხოვს, გესმის? სისტემა მოითხოვს. შენ ჩამოიხედი ამ სისტემაში და ნახე რომ აქ სხვადასხვა ისენია დასალაგებელი, გესმის და ამის დაალაგება მოხდება მხოლოდ იმით, რომ სისტემაში შეხვიდე ისევ და დაალაგო იქ სისტემაში იმ თავისი ენით, იმ ენით. და ამ ენით, რომელი ენითაც მე ვსაუბრობ, ეს არის სისტემიდან უკვე გასვლა. ხო, ძალიან რთულია ხე ყველამ გარიგოს მაგ შემთხვევაში. ყველა ტიპის სისტემიდან. ყველა ტიპის სისტემიდან გასვლა და სხვათა შორის, მარიამ, აი ხა შენ ახსენე ის, რომ ჩვენ ვართ კლასიკური ფსიქოლოგები. კლასიკურ ფსიქოლოგებსაც მე ძალიან ვაღიარებ, იმიტომ რომ ეს რო არ იყოს, სხვანაირად ვერ მოხდება სისტემაში მუშაობა რა, ანუ სისტემაში როცა ზიხარ, მე არ ვითხოვ იმას, რომ შენც გახდე ახლა უცბად ტრანსცენდენტული, მაგრამ როდესაც ვარ კიდეც. ხო, შენ ხარ კიდეც და თუ ანუ შენ სურვილზე არის, როგორც კი გაგიშდება სურვილი, რომ სისტემიდან გახდე. თუმცა ეგ გულისხმობს აუცილებლად ჩემი ფსიქოთერაპიული ჩარჩოს დარღვევას და იქ რაღაცა. ეს შენი პირადულია. შეიძლება ეგ გულისხმობს იმას, რომ მე ისედაც ვენდობი სამყაროს იმაში, რაშიც ვარ, ისედაც ვენდობი თუნდაც პროფესიული მიმართულებით, ისედაც ვენდობი თუნდაც პირადული საკითხების მიმართულებით, საზოგადო ქვეყნებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, ხო? შეიძლება მაგას გულისხმობდეს რაღაც მხრივ. რაღაც მხრივ კი არა. მე ვფიქრობ, რომ ამ ლოგიკით ყველა ადამიანში არის ეს სპირიტუალიზმი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა სულიერი არსებები ვართ და მეტნაკლებად ჩვენში არის ეს და შეიძლება განვითარებული არის იმდენად, როგორც ვთქვათ, და შენში არის ეს განვითარებული და შენამდენადაც გაცნობიერებული გაქვს ეს და ამისი მოქმედების მექანიზმებიც, ხო? მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცებს ჩვენ ინტუიციურად და ინსტინქტურად ისედაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ყველა სულიერი არსებები ვართ და ყველას გვაქვს ეს სპირიტუალიზმი ცოტათი. კი, რა თქმა უნდა, გვაქვს დაგვიფაროს, რომ არ გქონდეს, მაშინ ხო რობოტები ვიქნებოდით. კი, მართალი ხარ მაგაში 100%-ით გეთანხმები, რომ ინტუიციის დონეზე ადამიანი რაღაც შემთხვევაში მაინც აკეთებს ტრანსცენდენციას განიცდის. აი მე მაქვს ხოლმე რაღაცა. მაგალითად, აი ძალიან ისეთ მაგალითს მოვიყვან, შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს ადამიანებისთვის. მაგალითად, გაუბრაზდი რაღაცაზე ან ვიღაცაზე. ხო? ხო. თქვათ გაუბრაზდი ვიღაც. მოდი აქ დაჯექი შენ. მე გადავჭდები.
თქვათ გაუბრაზდი ვიღაცაზე ან რაღაცაზე, ხო? არის ესეთი ფაზები ამ გაბრაზების დროს, რომ მე რო დავაკვირდი ჩემს თავს ჩემ გაბრაზების მექანიზმს ხებსაც, ჩემ კლიენტებსაც გაუბრაზდი ვიღაცაზე ან რაღაცაზე და ამ დროს მაგის რაღაცა ეს მრისხანების შეგრძნება მინდა რომ რაღაცა გადავწვა ყველაფერი, ხო? და მე ვატყობ რომ ეგ ყველაფერი მე მეხება. მე მანადგურებს, მე მჭავს, მე მართავს ენერგიას, მე ვეღარ მუშაობ, მე ვეღარ ვაკეთებ რაღაცას და მაგ დროს მე ხელოვნურ ხან ბუნებრივად ინტუიციურად ხან კიდევ ხელოვნურად უკვე ბოლო დროს დავაკვირდი რომ ვუშვებ. ხო, ანუ თავისუფლდები ამ შეგრძნებისგან და ხდები თავისუფლება. მე იცი რა ხდება? მაინც მუშაობს ის ენერგია, ოღონდ ჩემზე აღარ მუშაობს. ანუ აქ შენ მოახერხე ის აჰა მომენტის დაფიქსირება. აჰა მომენტის დაფიქსირება. რასაც ამბობდით დავაკავშირეთ ჩემი ცხოვრების მაგალითად. მაგალითად, თქვათ შენ მე რაღაცა ისეთი გამიკეთე, რომ ამათ ძალიან მატკინა მე. და ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე. მე შენ არაფერს არ გეტყვი. უბრალოდ გეტყვი რომ გაუბრაზდი. შენ თუ მაინც ვერ მიხვდი რაზე გაუბრაზდი და იგივე საკეთე და კიდე მტკენ, საერთოდ დაგხევ ესე გაგწევ ჩემგან. იმდენად რომ მე შენი არსებობაც კიდე მოვიწყდება და აბსოლუტურად მივენდობი ამ შემთხვევაში სამყაროს მეორეს მხრივ და რა ხდება მე თავისუფლდები იმ რაღაცა აგრესიისგან, თავისუფლდები იმ რისხანებისგან და სამაგიეროდ სამყარო მუშაობს შენთვის რომ ის ენერგია რაც ჩემთვის წამოიღე შენ უკან დაგიბრუნდეს საბათ რა ფორმით ეკოს ეს იმიტომ რომ ემატება იმას ჩემი რისხანებაც ხო იქ უკვე ბუმერანგის მეთოდიც მუშაობს ერთვება არის ჩართული და ეს სპირიტუალიზმი კი სპირიტუალიზმი ანუ ადრე თუ გვიან მე ვამბობ ესეთ რამეს რომ ადრე თუ გვიან ყველა ფსიქოლოგი მივა ტრანსცენდენტულობამდე რა ანუ ეს ჩარჩო თავისით მოხდება ისე რომ ყველა ადამიანს და არ არსებობს რომ ესე არ მოხდეს იმიტომ რომ ყველა საბოლოო ჯამში ამ მატერიიდან გავდივართ ტრანსცენდენციას განვიცდით იმ მხრივ რომ ჩვენ გვიწევს გათავისუფლება ამ მატერიისგან ამ დროისა და სივრცის მიღმა გასვლა გვიწევს გვინდა არ გვინდა 120 წელიწადი გაგაჯო მაინც მოგიწევს გასვლა და სანამ ეს ამაზეა დამოკიდებული რომ სანამ ეს 120 წელიწადი გავლის და შენ ძალით მიხვალ იმ დრომდე სადაც ტრანსცენდენციას გადიხარ ხო შენ სანამ ცოცხალი ხარ მაშინ გაიარე და ნახე რა სასწაულები მოხდება მაგრამ მე ამას არ ვთხოვ არც ერთ ფსიქოლოგს რომ ეს გაიარეთ გინდათ რო არ ყველაფრის პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე არ ავიღოთ ადამიანებმა და რაღაცეები რაც ჩვენს ძალებს აღემატა და რისი გაკეთებაც არ გვსიამოვნებს ის არ ვაკეთოთ აი ზუსტად ეგ პასუხისმგებლობა პირიქით უნდა აიღო რომ შენ რაც არ გსიამოვნებს ძალით რატო აკეთებ ხო აი ჩაფიქრდი მაგაზე რომ შენ ამას აკეთებ შენი ნებით თუ იმიტომ რომ ესე გჭირდება იცი თასო მე არ ვაკეთებ ის რაც არასოდეს არ მომწონს და ძალით რო არაფერს არ ვაკეთებ ხო და გეუბნები რომ შენ გასული ხარ მეთქი უკვე რა როდის დიდი ხარი ვარ გასული ხო და მაგაზია მეგობრებო ჩვენ ყველა უნდა მოვახერხოთ ეს ტრანსცენდენტულობა ყველამ ძალით არა ჩვენ გაგვიჩნდება იმის სურვილი ფსიქოლოგოს რას ნიშნავს რომ განუმარტონ ლოგოსი თორნიკე ამბობს ფსიქოლოგოს რას ნიშნავს რომ განუმარტონ ლოგოსიო ხო თქვით უკვე აბა შეახსენე შენგან ითხოვენ ჩვენგან არ ხო კაი ნახე ლოგოს თვითონ არის სიტყვა ლოგო არის სიტყვა თავდაპირველად იყო სიტყვა ხო და სიტყვისგან შეიქმნა მერე ყველა ღმერთი პირის ველად იყო სიტყვა ამიტომ ქვია პირველად იყო სიტყვა და სიტყვისგან შეიქმნა მერე ყველაფერი ხო და თუ კი პირველად სიტყვა იყო ლოგოსიც აქედან გამომდინარეობს ლოგო არის მერე სიტყვა გადასული ფორმაში ანუ ყველა ლოგო რომელიც ჩვენ გვაქვს ასობგერის სახით დასახული ეს იყო ანუ აქედან იქმნება მერე სიტყვაც აბა რა ადამიანი თავის თავს რომ ებრძვის ვინ რჩება მოგებული ხო თამი შენ თავს ყველაზე საინტერესო ის არის რომ ის სისტემები ისე არის დაგეგმილი აქ რომ შენ არც გაძლევს იმის დაფიქრების უნარს საშუალებას და დროს რომ შენ დაფიქრდე ეს შენ საწინააღმდეგოდ არის მოქცეული მომართული რასაც აკეთებ ახლა თუ პირიქით ისე გადის 100 წელი
რომ ვერ აცნობიერებ, არ გიტოვებენ მაგის დროს, არ გიტოვებენ მაგის დაფიქრების საშუალებას. ავიღოთ რელიგია, რელიგიაში მიყავთ და იქ ალოქსინებენ და ხალხს მეტანიებს და იმებს აკეთებინებენ, თავის თავთან დატოვების უფლებას არ აძლევენ. ერთადერთი დაღლილი როცა ხარ, მე დაიძინებ. ძალიან მჟავია, მაგრამ სკოლა, ავიღოთ სკოლა. გასწავლიან გატენიან ინფორმაციას, რომელიც შენთვის არ რეზონირდება შენთან. მაგრამ მაინც გატენიან, იმიტომ რომ დრო გაიყვანონ. აი თუ დაუფიქრდებით სისტემები, მერე უნივერსიტეტი ამაზე ხშირად ახლა დაიწყეს უფრო ლაპარაკი, ადამიანებმა რა უნიჭოდ არის შექმნილი ეს სკოლები და უნივერსიტეტები. უნიჭოდ, იმიტომ ამბობ უნიჭოდ, რომ როდესაც ძველ პირველ საუკუნეებში ესე ვთქვათ, პირველ საუკუნეებამდე კიდე რამდენი ფილოსოფოსი ყავდა. სკოლა იყო ერთად დასხდომა და ბჭობა. აქ არ იყო დაგეგმილი, რომ აქ 15 წლისები ჯდებიან, იქ 16 წლისები და ეს კლასებად არ იყო. აქ იყო ყველა ასაკის ადამიანი ჯდებოდა და იწყებდა მსჯელობას. და ეს მსჯელობა იყო ზუსტად ის სკოლა, რაც ასწავლიდა პატარა ბავშვსაც და დიდსაც. ანტიკურ ხანაში ხო მადლობა თორნიკე. და ქრისტე ამიტომ ამბობს ისწავლეთ ბავშვებისგან და ასე შემდეგ. მოდი ისე გავაკეთოთ, მე მყავს ძალიან ბევრი მაყურებელი, რომელსაც უნდა კონსულტირება. კი ბატონო. ხო და მე ხო ისა უკან ფსიქოლოგი ვარ. ხო ეს აზიტირებას უკეთებ ახლა ამას. ნუ ჩემი მიდგომები მაგ ხო და აი ვისაც სული გაქვს, შეგიძლიათ დაუკავშირეთ თათუს. რა შენ ხარ ამისთვის არა, ია მომისმინე შენი სხვათა შენ რო შეხვედრა გქონდა, იქ იყო ერთი ქალბატონი მოსული რა. და შენ რო საუბრობდი, ვერაფერი ვერ გაიგო იმ ქალბატონმა და მე დაიწყო ჩემთან საუბარი და ამ ქალბატონის საუბარში რო შევედი, იმას სულ სხვა პრობლემები მქონდა. იმას მქონდა ზუსტად ეს ტრანსცენდენტული რაღაც ისეთი აი მაგალითად გახსოვს იქ რო შევხვდით მაშინ ბოლოსაც რო ვიყავით დიდი შეხვედრა, დიდი შეხვედრა რა ადრე წლების უკან? წლების უკან. და რა მილაპარაკია იქ, რა უნდა გაიგო? საუბრობდი, ოღონდ ის ამ ქალისთვის იყო ესეთი პრობლემა რა, რომ ეს იგებდა ხმებს. არა, კაცო, მე არაფერზე არ მილაპარაკია იქ. და რაზე ვლაპარაკობდი? ვსაუბრობდი არაფერზე. რაღაც რასაც საუბრობდით ჩვენ იქ, საერთოდ. ხო და ეხლა მას რო უკვე ანუ ხმები რო გესმის, ვერ გაიგებ, იმიტომ რომ თუ შენ ხმები გესმის, შენ ხმას როგორ გაიგებ? არა, შენ კი არ ლექციას კი არ ატარებ. ლექციას არ ატარებ. ის ხალხი, ვინც იყო მოსული, იმას ესაუბრებოდი შენ რაღაცებს და ამ ქალმა ვერ იგრძნო ინტეგრირებულად თავი, გესმის? იმ ვითარებაში და ხო და მე შენ დაგაკავშირდი, დაჟე შენ გითხარი, რომ მეთქი ხო, გახსოვს? კი, იმ ხომ მე ხო ვიცი, მე ხო დავინახე, რომ რა ხდებოდა. და მეთქი, მე ხო ხედავ ვისთან და როგორ ადამიანებთან უნდა გქონდეს ადამიანებს ურთიერთობა. მაგას ვამბობ რომ მაგას გეუბნები. 1000-ში ერთი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი მე არ შემიძლია, მე გავიარე ეს ეტაპები, თაცო წლებია უკვე და ვიცურავე მეთქი რომ გითხარი მან და მან არ მინდა შესვლა. არა, მე არ გეუბნები რომ შედი, კაცო, მაგას კი არა. მე რომ ხედა, მე ხო ვიცი რომ სად არის ადამიანი და რა სჭირდება. როცა ხედავ რომ იქ არის, სადაც მე შესვლა არ მინდა. ხო. მინდოდა გეუბნებით, შეგიძლიათ თათოს. აი ნახეთ, როგორ რაღაცა იცი? ეხლა მე რა მინდოდა მე თქვა იასთვის. ის კი არა რომ თავისი პაციენტები მე მომიგზავნოს. არა, მე მაგას აბსოლუტურად არანაირად მაგის მიმართულებით არ მიდიარ. უბრალოდ მე მაქვს ესეთი შემთხვევა რომ როდესაც ჩემთან მოდიან პაციენტები, ისინი არ არიან ჩვეულებრივები. ისინი სისტემის გარეთ არიან და ვერ ხდებიან სად არიან გასული, გესმის? და თვითონ თავის პოვნა უნდათ ხოლმე. და როდესაც მე ვარიგებ აი ამ საკითხში, მე არა ვარ ფსიქოლოგი ისეთი როგორც კლასიკური ფსიქოლოგია. მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირი ფსიქოლოგი. მე ვარ აი მაგალითად მოდი ხა დავუსვათ აი შენ ხომ რომ ხმები ესმის ადამიანს და კლასიკურ ფსიქოლოგიაში და კლინიკურ ფსიქოლოგიაში და ფსიქიატრიაში მაგას თქვათ ვეძახით თავის სახელებს პირდაპირ ქვია მაგალითად დავიწყოთ პირველი ფსიქოზი ფსიქოზი შეიძლება განვითარდეს განეტიკურით იყოს ნარკოდამოკიდებულებებისგან შეიძლება ჰქონდეს ეს ფსიქოზური მდგომარეობა ხო ძალიან დიდი ტკივილების დეპრესიის მე მოდის ფსიქოზი თუ არ მივხედეთ დეპრესია კი მოკლედ ეს ყველაფერი არის მეორე შიზოფრენია ხო მაგალითად ბელე გარაჩკა
ალკოჰოლ დამოკიდებულების დროსაც არის ძალიან ხშირად, როდესაც არის ეს ხმები, ხო? ეხლა რომ გავყვე ახლა მე ფსიქოლოგია ძალიან შორს წავალთ და ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხო? რას ვაკეთებ? ხაი, რას აკეთებ? იმიტომ რომ ეს არ არის ეს არის საფრთხილო. საფრთხილოა და ეხლა გეტყვით რას ვაკეთებ. ეხლა ნახე. ჩვეულებრივ კლასიკურ მდგომარეობაში ადამიანი აგზავნის ფსიქიატრთან და ის უწევს წამლებს, რომ თავისი ამაღლებული ეს მაღალ სიხშირეებიანი მაგას რა ეწოდება გადაჭარბებული ემოცია ისევ თავის დონეზე დაიყვანოს. თავის სიხშირეზე დაიყვანოს, რა სიხშირეზეც მასა არის. და ამ შემთხვევაში ჭრის ეს მეთოდი, რომ შენ წამალს იღებ იმისათვის, რომ შენი მაღალი სიხშირეები, რომელიც არის გაყავხარ, უკვე გასული ხარ, შენ ღმერთთან კავშირში ხარ, დაიყვანოს ისევ დაბალ დონეზე, რომ შენ ამე მაღარ შეგაწუხოს. აი მაგალითად მიმღებლობა შენ თუ გაქვს. მოდი პრაქტიკულად ვილაპარაკოთ, ხო იცი ძალიან მიყვარს პრაქტიკულად საუბა და ადვილად ვთქვა, იმიტომ ყოველს არის. აი მაგალითად შენ ზიხარ. აი მაგალითად არის მოვიდე და მეინ და გეუბნება რომ აი თქვა მე მესმის ხმები რომელმაც მე გამაკეთებდეს რაღაცა, მეუბნება ეს გააკეთე. თქვა მოდის გეუბნება რომ იცი გეუბნება რომ აი თავი ჩამოიხრჩე. ხო. თუნდაც ის მომენტი ეს ხშირია ეს ხო ეს პრაქტიკა ჩვენთან ფსიქოლოგებთან და ამ შემთხვევაში რას აკეთებ შენ? ამ შემთხვევაში ვაკეთებ იმას რომ თავის თავში მომგზაურებ. პირველ რიგში როგორ თავის ეს ხმა არის თუ არა მისთვის საშიში? ანუ ეშინია თუ არა? თუნდაც ეშინია, იმიტომ გიკავშირდება შენ. ზოგს არ ეშინია. ზოგს არ ეშინია. ამიტომ ჯერ ვიგებთ ეშინია თუ არა, არის თუ არა შიში აქ. თუ შიშია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ვიგებთ საიდან მოდის ეს შიში, სად დაითესა ეს შიში, სად? აი რომელ შენი ცხოვრების რომელ პერიოდში? ნახე, მუცლის პერიოდში, მუცლის წინა პერიოდში, ანუ წინაპრების პერიოდში, შენი ბავშვობის პერიოდში თუ შემდეგ თინეიჯერობისა და შემდეგ ეტაპის პერიოდში. ნახე, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ როდესაც აბრუნებ თქვათ ესეთ პაციენტს წარსულში, იმიტომ შეიძლება გაუღვიო ტრამვები. ტრამვები თუ არ გაგვიდა, ტრამვები შეიძლება გაუღვიო ტრამვები და მე დაამატო ამ თქვათ ან ბოდითვაშლობას ან ამ галлюცინაციას ან ხო ისიც რომ კიდევ უფრო გამძაბდეს ეს მდგომარეობა. ამიტომ ვიწყებთ ჩვენ პირველ რიგში შიშისგან. თუ შიში არის, იქ სხვანაირად შენ უნდა ისწავლო ამ შიშის მიმართ გამკლავება. თუ შიში არ არის, აქ ვიწყებთ. თუ არ შეუძლია გამკლავება თუ არ შეუძლია გამკლავება, იქ შიშია ესე იგი და შიშს უნდა მოუაროთ. როგორია ამ შიშს? ამ შიშს სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მედიტაციის მეთოდები არსებობს სიხშირეების მოსმენა არსებობს, ამ სიხშირეების დაბალანსება, რომელი ჩაკრა არის შენი წყობრიდან გამოსული. იქ თუ მაგალითად პრობლემა არ მოდის მაღალ სიხშირეიანობიდან, პრობლემა მოდის თუ ნულოვანი სიხშირე არის, სადაც გათიშულია სიხშირე, ის იწვევს მერე პრობლემებს. და აქედან 7-ის ჩაკრა, მთავარი ცენტრალური ჩაკრა არსებობს. ამ ჩაკრების გასწორება თუ მოხდა, იქ უკვე ენერგია მიდის ისე როგორც საჭიროა, ანუ დინებადია გესმის და არ არის გაჭედილი, სადაც ქმნის მერე პრობლემას. რომელი ენერგიაც მერე დინებადია, ის თავისთავად იწყებს სისტემის განკურნებას. ჩვენი ორგანიზმი არის სისტემა. და თუ ეს სისტემა დარღვეულია. სისტემები დარღვეულია, იმის აღდგენით ხდება მერე აი ამ შიშების მოხსნა. შიში არის აბსოლუტურად უცოდინდობა. რაც არ იცი, ის არის შიში. რაც იცი უკვე, ის აღარ არის შიში. ამიტომ ჩვენ ვარკვევთ ვინ ვართ ჩვენ და თუ კი შენ არ იცნობ ჯერ შენ ფიზიკურ სხეულს და ამიტომ მე ძალიან ბევრს ვურჩევ ხოლმე რომ გაიცნოს ჰოლოტროპული სუნთქვა, იმიტომ რომ ჰოლოტროპული სუნთქვა ჩაყავხარ შენს ფიზიკურობაში. შენ ფიზიკურ სხეულს იმაშება, რესტარტს უკეთებს, განკურნებას უკეთებს რა, ესე რომ ვთქვა. და შენი ენერგეტიკული ველი იწყებს დინებას. დაგიშინიათ, ამარა ესეთი ხანდახან არის მაგალითად სიფრთხილე ხო არის საჭირო ეს პაციენტებთან. მაგალითად, შენ უარყოფ თლიანად მედიკამენტოზებს, მედიკამენტ დახმარებას? მედიკამენტოზე, მედიცინა არის ის სიხშირეები. ამ ხრივ სიხშირე არის მედიცინა. იმიტომ რომ მედიცინაც იგივე ეფექტს იძლევა როგორც სიხშირე. ანუ მედიკამენტოზებით ენერგიის დაქვეითება შეგიძლია ისევე სიხშირეებით დააქვეითო. ანუ მოусმენ სიხშირეს და იმ სიხშირეზე დადიხარ რა. შენ იქამდე მედიხარ რომ საჭიროა მედიკამენტები. იმ შემთხვევაში თუ არ იცი როგორ დააქვეითოს სიხშირით ეს აღმაღლებული ემოცია.
აღზნებული ემოცია. ანუ ემოციის დაქვეითება ხდება ასევე სიხშირეებით. არა მხოლოდ მედიკამენტებით. მედიკამენტი შენს ღვიძლს ავნებს, სიხშირე არაფერს არ ავნებს. გესმით? აი ეს არის განსხვავება მხოლოდ. თორემ გამძაფრებას როგორც იამ თქვა უბედურება გამძაფრების შემთხვევაში, ანუ თუ კი ადამიანს გაუმძაფრდა ემოციები და სხვათა შორის ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ეს რომ გამძაფრებული მქონდა ემოციები იმ მხრივ რომ მაღალ სიხშირეებზე ვიყავი ძალიან ვარ ეხლაც ვარ მაგრამ მე ვისწავლე ჩემი თავის მე ვისწავლე რა იცით რომ ეს ამის მიმღებლობა ვისწავლე ეს მივიღე მე ჩემ თავში აღარ მაშინებს ეს რომ ვარ მაღალ სიხშირეებზე და მე ოდნავ განსხვავებული ვარ სხვებზე და ის აზრი რომელიც ადამიანებს აფიქრებინებს იმას რომ აი შენ სხვანაირი ხარ და ისინი სხვანაირები არიან უკვე შიშს გვრის რომ აღარ მიმიღებენ გესმის ამ შიშს თუ მოიხსნი და შენი თავის აღიარებას ისწავლი ხო ამ შემთხვევაში შენ თავად იწყებ შენ თავის განკურნებას განა არიცით რომ თქვენ ღმერთები ხართ ნიშნავს ზუსტად იმას რისი მიმღებლობაც არ ქონდათ რაბებს ქრისტემ პირდაპირ უთხრა რომ თქვენ ხართ ღმერთები ნუელით ვიღაც სხვაგან სადღაც შენ ხარ შენ აკეთებ ყველაფერს და ეს საუბარიც ისე დაიწყო რომ შენ ხარ პასუხისმგებელი იმაზე შენ ცხოვრებაში რაც მოხდება მერე მე მგონი დავასრულეთ ახლა ჩვენი საუბრები იცი ნახეთ ცოტა საკითხია მაგრამ ძალიან განსხვავდება ჩვენი ესა ხო ეს არის განსხვავებული პროფესიები აბსოლუტურად სპირიტუალური ფსიქოლოგია და კლასიკური ფსიქოლოგია ვეთანხმები იას მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ ჩვენ უნდა ვიჩხუბოთ ხო ცოტა ვჩხუბობ ერთმანეთს არ გამოიცხავს ძალიან ბევრი ჩვენ არა მაგრამ ბევრი ჩხუბობს არა ვიჩხუბოთ და ეხლა ზოგი მაგალითად მიიჩნევს იმათ რომ აი ეს გიჟია ნორმალურია ძალიან ესეთი დამოკიდებულება აქვს აი კარგი კითხვა დასვია როცა მე შენ კლასიკურ ფსიქოლოგს გეკითხები მე რასაც საუბრობ ეს შენთვის მიუღებელი ან ვიღაცის შენთვის არა ვიღაცისთვის მიუღებელია და როცა ამბობს რომ გიჟია სწორია თუ არა ეს მაშინ ვერ ხვდება და ეშინია შენი ეშინიათ ხო მაგრამ შიშს გური ხო რატო გური შიშს რატო ეშინიათ ეგ არ მე კითხვა კი არ დასვი რატო ეშინიათ რა სჭირთ მაგათ ანუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის რომ აღარ ეშინოდეთ ხო აი მიმღებლობა ხო ნახეთ ხო ვისაუბრეთ არა აუცილებელი რომ თქვენ ყველაფერი გაიგოთ ხო ეგრეაფარი არა აუცილებელი ხ ჩაწვდეთ ამ ყველაფერს უბრალოდ ისეთ რა გააკეთეთ მიიღეთ ეს ადამიანი ის ადამიანი მე ადამიანი იმითი რაც მას გააჩნია შინაგან და ამ შემთხვევაში არაა საჭირო კრიტიკა რაღაც წინააღმდეგობ თქვენი რაღაც კითხება ხა რა უმკითხო მე ხა თათოს რა უმკითხო მითხარით რა უნდა უმკითხო უბრალოდ რაღაც კითხვები დავსვის საინტერესო იყო ეს ყველაფერი გაცვლა მოხდეს ხო გაცვლა ინფორმაცია იმიტომ რომ არის რაღაცები მე არ მეშინიაო ხო აი თქვენ არ გეშინიათ ძალიან კარგი ხარია ხო მიმღებლობა გააქვთ და ძალიან კარგია ეხლა არის შეიცა თავი შენი და შენ შეიცნობ ყოველივესო კი ნამდვილად ყველა შენი გამომდი მე პროექციას ვარ პროექცია ქვია მაგას ფსიქოლოგიაში ხო ანუ რამდენად მიმღებლობა გაქვს საკუთარი თავის ხო აი რამდენად იღებს საკუთარ თავს შეგვიძლია მიიღოს ხვებიც ისევე თუ პროტესტები იაგო როზისი ვარ ჩემი გვარი ახლა ამჟამად ია როზისია ოფიციალური თუ შენ პროტესტები გაქვს ხო აი თათუს მიმართ მარიამის მიმართ იას მიმართ ნიშნავს რომ დაფიქრდე საერთოდ რა სხვების მიმართ რომ აქვს პროტესტი ეს საკუთარი თავის მიმართ აქვს პროტესტი ნახე შენ აპროტესტებს საკუთარი თავის მიმართ ეს ცუდი არ არის ნახე დაიჭირე ეს მომენტი ეს ცუდი არ არის რა უპროტესტებ დაიჭირო ეს მომენტი სად არის ეს პროტესტი შენში და ზოგი ვერ პოულობს ზოგი და ამიტომაც მოდიან ხოლმე ფსიქოლოგთან ვერ პოულობს ამას ხო ნუ ზოგი ვინც ვერ პოულობს საერთოდ აი ამ ვითარებას რომ მიმღებლობა მიმღებელი იყოს ყველა შო გიყვარსო თამარიო მე ძალიან მიყვარს თამარი როგორიც არის ესეთი მიყვარს თავისი საყვარლებო ეხლა მე მინდა გავცე ბოლო კითხვას პასუხი და მე გავალთ იმიტომ რომ ჩვენ საჭორავო გვაქვს რაღაცეები ხო შია თამარი როცა ამ ხმების გამო თავს იკლავს ადამიანი ის კარგავს უფალს როგორ ამას ღვდლები ამბობენ
შორენა ნამგლაძემ დასვა ეს კითხვა. მინდა გითხრათ, რომ ქრისტე პირდაპირ ეუბნება იუდას, შენ შეხვალ სასუფეველში, მაგრამ მოგიწევს შრომა. თუ იუდამ თავი მოიკლა და ეუბნება, რომ შენ შეხვალ სასუფეველში, მაგრამ მოგიწევს შრომა, მაშინ კითხვა ისმის, რომელ დროში მოუწევს იუდას შრომა, რომ შევიდეს სასუფეველში, თუ კი იმ დროში თავი მოიკლა, ხო? მე გეტყვით, აქ შემოდის ისევ თემა რეინკარნაციისა და კვლავგებითობის, იმიტომ რომ იუდა იბადება ისევ და ისევ. იუდა გადის ტრანსფორმაციას სიზიპო ქვია ამას ქართულად სიზიფოს ვეძახი გერმანულად. სიზიპოს ქვას ათრევს. აქვს ეს ქვა, ჩამოდის ისევ იგივე, ოღონდ სხვანაირად აკეთებს. გესმის? ამ ცხოვრებაში შემოდი ხარ? აკეთებ შეცდომას, უშვებ შეცდომას, კიდევ გაძლევენ საშუალებას შემოხვიდე და გაიარო იგივე გზა, ოღონდ დაასრულო უკეთესი იმით შედეგით. შემდეგ, აი, თუ კი უფრო და უფრო კარგი შედეგით გინდა შემოსვლა ამ ისევ კვლავგებითობაში, ხო? შენზეა დამოკიდებული, შენი სურვილისამებრ ხდება ეს. მე ვიტყოდი, რომ ქრისტემ პირდაპირ გვითხრა და არსად არ უთქვავს, ვინც თავს იკლავს სასופველში ვერ ხვდებაო, არსად არ უწერია ქრისტეს. აქედან გამომდინარე, ღმერთი ყველას იღებს უპირობოდ, ამიტომ ამ ადამიანებსაც უპირობოდ მიიღებს, თუ კი მან არ გადაწყვიტეთ თავისი ნებით შეერთნენ სიბნელეს. თავისი ნებით. ჩვენ არ ვიცით იუდამ რა იმით მოიკლა თავი, ანუ რა განცდით მოიკლა თავი. გადაწყვიტა, რომ მე ახლა 100%-ით ვირჩევ, რომ შევუერთდე ბნელს თუ გაუცნობიერებლად მოიკლა თავი, ჩვენ ხო არ ვიცით. ეს იცის მარტო აი ნახე ფსიქოლოგიაში ძალიან ახლა ადვილად მე ხო ისეთი ჩახლართულობას უკვე ვცდილობ არ მიმართო რა ტვინი მდგება ხოლმე მე და ამიტომ წვიდი რომ არ მინდა არ გადგინოთ რა. ხო, სიადვილეშია უფრო ხო მიყვარს სიადვილე ხო იცი? ხო, აბა თქვი. ხო, ნახე, შეხედე. თავის მოკლაზეა ხო? თავის მოკლაზე, ნახე. დაუშლელობის სინდრომი როცა არსებობს, ხო? როცა რამის გვეშინია, ხო, რაღაცის გვეშინია. ამ შემთხვევაში საჭიროა, იმიტომ რომ დაუშლელობის მეთოდი იქ არაა დაუშლელობის სინდრომი. რომ გეუბნებიან, იცი არ გააკეთო ეს, თორე შენ დაისჯები იქ. ანუ აქაც ისე მოგას მიკეთებენ რა, წარმოიდგინეთ რა საინტერესო. სად არის დაუშლელობის? ყველგან არის დაუშლელობის მეთოდი, აი ქრისტიანობაში. ხო, ანუ აქ არის ფსიქოლოგიური ფაქტორი თუ შეხედო, რომ დასჯადია ეს, რომ ამას გააკეთებ, დასჯადია და შეიძლება თავი შეიკავო ამის გამო, რომ შენ შეგეშინდეს, რომ მოხვდე იქ, რა ქვია, ჯოჯოხეთში. ხო. გესმის? შეგეშინდეს. ცუდი არაა, კაცო. მე ამას ვემხრობი. მაგრამ ზოგს არ სჭირდება ანუ ისევ შიში ქშველის და გიხსნის განსაცდელისგან? ხო, აი ამ შემთხვევაში ეგეა, ძალიან ბევრი მაგალითია ისეთი, რომ აი ადამიანს არ გადაუდგია ეს გზა, წამსი აქვს ესეთი, რომ აი რელიგიურად თქვა ქრისტიანობაში, თქვენ რომ მე ჯოჯოხეთში მოხვდები. კი ბატონო, არის. რა კარგია, შესანიშნავია. იცი რა, ეგ არის ღმერთის არ წამს. ხო, არა, ნახე, ეგ არის იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ზის ის აზრი, რომ შენ შიშის გარეშე არ შეგიძლია შენი თავის ხსნა და ქრისტიანული ჭეშმარიტება ტრანსცენდენტულია. შენ გეუბნება, რომ ყველაფერ შემთხვევაში თავისუფალი ხარ, აბსოლუტურად თავისუფალი ხარ და შენ უბრალოდ შენი ნება, შენი პირობა არის ის, რომ შენ თვითონ გადაწყვიტე შეუერთდე მამას. შენ თუ არ გინდა მამასთან შეერთება, არავინ არ გაძალებს. მაგრამ შველა არის იქ, შიში კი არა, თავისუფლებაში. და მაგრამ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ამ სისტემას სჭირდება ესეთ ხალხს ზოგიერთს, ვინც ჯერ ამ საფეხურზე არ ასულა, ხო? სჭირდება შიშის ფაქტორი, რომ ამ შიშმა მაინც დაიცვას თვითმფრინავი. ხო, შიში გვიცავს მეგობრებო. ჩემი მეგობარი მეკითხება დეპრესიას ეგრთვის ყურებში წვილი მაქვსო და რომელიმე სიხშირეს ურჩევდი, რომ მოусმინოს? ყურებში წვილი ნიშნავს, რომ ეგ არის უკვე მაღალ სიხშირეებზე ასული. არის. უნდა მაღალ სიხშირეებზე როცა ასული ეს წვილი უნდა ეს წვილი არის რა, ნახე, ამაზე ლაივიც მაქვს ჩაწერილი, ჩვენ გვაქვს ჰიპოფიზი აქ, ხო? ჰიპოფიზი და ხო, იქ არის. აქ არის ეპიფიზი და ჰიპოფიზი. ეპიფიზი და ჰიპოფიზი თვითონ თუ არ არის გაკრისტალებული, ანუ გაწმენდილი, იქ თუ კალკია ჩასმული და რაღაცა, ეს არ უშვებს ინფორმაციას, რომელიც შემოდის გამტარი იყოს და ეს იწყებს უკვე ყურში წუვილს. იმიტომ რომ იქიდან შემოდის სიგნალი, ანუ გაწვდიან ინფორმაციებს, ეს არ გაქვს შენ გამართული ანტენასავით არის, რა გამართული არ არის და უკვე დარღვეული არის.
ის რატომ ხმა. არა გამართული, რატო არა დაირღვა? იმიტომ დაირღვა, რომ სპირიტუალიზმმა გამოიწვიოს ეგ. რა თქმა უნდა, მაგას რაც სპირიტუალიზმიდან ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანს ყურებში წუვილი აქვს, ის იღებს სიგნალს ზეციდან, ანუ მაღალი იერარქიებიდან. ხო, ეგეთი ტიპია. მაღალი იერარქია, ეს უნდა მიმღებლობა გამოიჩინო ამ წუვილის. მე მაქვს უკვე 20 წელია ეს წუვილის იმაში ყურებში. მაგრამ მიმღებლობა თუ არ გაქვს, ვან გოგმა ყური მოიჭრა მაგალითად და ვერ აიტანა. ვერ გაიგო რა ხდება ეს ვან გოგის სურათი. ხო, ანუ არ არის საშველი სულ მაქონდეს და უბრალოდ მიმღებლური უნდა გახდეს. საშველი არის ის, რომ შენ თუ ამას არ მიიღებ, როგორც თუ ყურს ნერვები გიშლის ეს წუვილი, ნერვებს გიშლის ეს წუვილი, ხო? მაშინ შენ შეგიძლია გააკეთო ესეთი რამ. დაჯდე და თქვა, რომ აი ეს წუვილი მე არ მინდა, ან მინდა და თუ ვერ მიუღებელი გახდები, საშველი არ არის, მაგას ვერ მოიშორებ. ინსულტების შემდეგ მაქვს ეს წუვილია. მაგას ვერ მოიშორებ. მე მქონდა ესეთი მომენტი, რომ ეს წუვილი ერთი წამით გაჩერდა, მაგრამ მას სპეციალური ვარჯიში გავაკეთე და იმ ვარჯიშის ნიადაგზე გაჩერდა. მაგრამ ჩვენი სხეული გამართული უნდა გქონდეს, რომ ეს წუვილი გაჩერდეს. ამიტომ ვიძახი, რომ ეპიფიზი და ჰიპოფიზი უნდა გაიწმინდოს. ეპიფიზი და ჰიპოფიზი თუ არ გაიწმინდა კალკებისაგან, ყოველდღიურად ბინძურდება. მაშინ ეს წუვილი იქნება. თუ ეპიფიზი და ჰიპოფიზი გაიწმინდა, რთული მომენტია. მედიტაციებით, შიმშილით და სხვათა შორის კიდევ არის რა ქვია მაგას. იუბონგ. ვარჯიშები არის სპეციალისტი. ხო. თან ეგ ქიმია, და მე დაიწყო მაშინ მოღვაწეობა და ძალიან ისეთი მე გეტყვი ამ ჰიპოფიზის და ეპიფიზის გაწმენდა არ არის ევრითმია გააკეთოს. ევრითმია არის მე თვითონაც ვერ მოვახერხე გაწმენდა, იმიტომ რომ ძალიან ბინძურდება, ყოველდღიურად ბინძურდება წყლიდან, საიყვებიდან და ყველაფრიდან ბინძურდება და ვარჯიში არსებობს ესეთი რა, ჩამავალ მზეს უყურეთ 5 წუთი ყოველ დღე. ოღონდ ჩამავალ მზეს, ამომავალ მზეს და შუა დღის მზეს არა. ჩამავალ მზეს უნდა უყუროთ, თვალი გაუსწორო 5 წუთის მანძილზე. აქ ჩამოდის ცრემლით განიწმინდება, ანუ ცრემლი წმენს ამას ძალიან მაგრად. აქ ხდება ისეთი მომენტი, რომ ეს ეპიფიზი იწყებს აქტიურობას და ვარჯიშდება. თუ მე რომ მივდივარ ხოლმე ტყეში და რომ ღრიალებ მაგარია, ხო? ძალიან მაგარია ეგ, იმიტომ რომ გაგწმენს აბსოლუტურად ტყეში წასვლა და ნება კიკიდან წამოსვლა. ღრიალი, ანუ ტირილი, ხო? იცლები მთლიანად. არა მარტო შეიძლება ყვირილიც. წარმოიდგინე მარიამ, რომ ეგვიპტეში ეს ეპიფიზი დასახული არის, იყო ტენისის ბურთის ხელა, ანუ ამ ხელა. და დღეს ეს ეპიფიზი არის კაკლის დონეზე დაყვანილი. წარმოგიდგენთ, რამდენი დაკარგული ინფორმაცია გვაქვს ჩვენ? იმიტომ რომ ეს პირდაპირ სიგნალია იქიდან ზეციდან მიღებული, რომელიც იღებს ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც სიგნალებს იღებს და იმაშება. წუვილი კი არ გესმის, ინფორმაციას იღებ უკვე და პირდაპირ სიტყვები გესმის, ხმა გესმის და ყველაფერი. ხოვთ მიპასუხეთ კითხვაზე. აბა რა რომელ კითხვაზე? ვარშანიძე რა კითხვა და სიყვარულზე რა სიტყვით ძალიან მიყვარ ხარ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა უნდა წაგართვათ ჩემი გოგო. ისა ვარშანიძე პირადში გიპასუხებ მე ამ კითხვაზე. კარგი, ან ლაივში შევწერ მე, წავიკითხავ და ალბათ დაგოჩვიდობთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. კარგად. მადლობა ყველას და ალბათ თქვენ იცით გაგოცეთ. გადაუზიარეთ ვიდეო, ყველას დააინტერესებს ალბათ.